ეხლა თქვენ ხედავთ, აი ოპერატორს ხო ჯერ იქით განახოთ რუსთაველის მხრიდან, რუსთაველის გამზირის მხრიდან ჩამოდიან მოქალაქეები აქეთ იმისთვის, რომ აი აქ სკვერში მყოფ ადამიანებს ვის წინააღმდეგაც იყენებენ წყლის ჭაოს და ვის წინაც განან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოუერთდნენ და დაეხმარონ. აი აქ ვართ მიმდებარე ტერიტორიაზე, მე ვიცი რომ წინ ჩვენი ჯგუფები არიან, ამიტომ აქედან განახებთ რა ხდება. ესე იგი მთლიანად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილი არის მხოლოდ საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ მოსვლა, კიდევ მე მგონი ჩანს კადრშიო წყლის ჭაოს იყენებენ და ასევე ხმები გესმით, სავარაუდოდ როცა მოდის ეს წყლის ჭავლი იმის ხმა არის, როგორც ხვდები მე, იმიტომ რომ აქეთ ადამიანები მშვიდობიანად განან არაფერი ხდება და თან ბევრი ადამიანი აქ არ არის, თუმცა აი ხედავთ წყლის ჭავლს რომელიც არ ვიცი განუწყვეტლივ მოედინება აქციის მონაწილეების მხარეს. აქ ცოტა ადამიანი იყო, მაგრამ როცა ახლა რუსთაველზე გაჟღერდა მოწოდება რომ უნდა ჩასულიყო რაღაც ჯგუფი ქვემოთ და დახმარებოდა აქ მყოფებს, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსთაველის გამზირიდან. აქ სკვერში იკრიბებიან, იმიტომ რომ პრეზიდენტის სასახლესთან მიმდებარე ტერიტორია მთლიანად აქვს დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ახალგაზრდები არიან აქ ჩამოსულები, ძალიან ბევრი, ძირითადად ისინი ჩამოდიან. სპეციალური აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, აქვს ყველას, გულისხმობ აირწინაღებს, სათვალებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ როდესაც ციცაკის სპრეის ან წყლის ჭაოს იყენებენ, შინაგან საქმეთა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ვიცით რომ იმ წყალშიც გარეული არის სხვადასხვა ნივთიერება, რომელიც წვავს თვალებს და ართულებს სუნთქვას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველანაირი აღჭურვილობით არიან აქ მოქალაქეები. აი აქ უკვე ეს არის შეიძლება ითქვას ბოლო წერტილი, სადაც მოქალაქეები აქციის მონაწილეებით განან იქით უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის აქ ეკპარეს იდეაში, აი აქ უკვე სადაც ახლა მოვედით, ძალიან იგრძნობა ციტაკის სპრეის და იმ ნივთიერებების, ასე ვთქვათ, სუნი და ისედაც ან მგრძნობელობა, რასაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ მე მგონი შეგვიძლია რომ ცოტა წინ მივიდეთ წესით და იქიდან მხრიდან განახოთ რა ხდება აქ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე და სად დგას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. აი აქვე არიან, მე ხა კადრში გამოჩნდება. აი აქ განან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე და ეს არის ეს გამყოფი ადგილი სივრცე აქციის მონაწილეებსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მხრიდან თუ ესე შეიძლება ვთქვათ, არის ჩახერგილი რაღაცნაირად აქციის მონაწილეების მიერ გაკეთებული ბარიკადები, აი ამ მხრიდანაც, რასაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ. ასევე საიდანაც მოვედით და ხედავდით ამ კადრებს პირდაპირ ეთერში და აქეთ უკვე პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მთლიანად ეს უკანა ტერიტორია აქვს დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს. სპეციალური ტექნიკაც რა თქმა უნდა აქ არის მობილიზებული და დროდადრო, როცა აქ მოქალაქეები გამოიწევიან ხოლმე ცოტა აქეთ და წინ მოდიან, იქიდან იყენებენ ამ სპეცტექნიკას და ცდილობენ რომ წყლის ჭავლის გამოყენებით აი აქ არ მისცენ შესაძლებლობა აქციის მონაწილეებს რომ დადგნენ ამ ტერიტორიაზე. არ ვიცი დაახლოებით აი ბოლო 10 წუთია ეს ვითარება. აქეთ ნელ-ნელა ემატებიან აქციის მონაწილეებს ადამიანები, როგორც გითხარით, ძალიან ცოტანი იყვნენ აქ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე და ახლა რუსთაველის გამზირიდან წამოსული ადამიანები უერთდებიან მათ და შესაბამისად სულ ცოტა ხანში უფრო მეტი ადამიანი იქნება აქ. ძალიან ბევრი როგორც ჩანს ციტაკის სპრეი და ეს ხუთავი აირი გაუშვეს წყლის ჭაოთან ერთად ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ აი ეხლაც კი ბოლო რამდენიმე წუთი არ გამოუყენებიათ, მაგრამ ძალიან მკვეთრად იგრძნობა ეს სუნი და ამ ნივთიერების კვალი, რომელიც ართულებს სუნთქვას. უნდა ითქვას ის, რომ ძალიან ბევრი დიდი რაოდენობით არიან მობილიზებული. აი რასაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ და რასაც ვერ ხედავთ ტექნიკის აი კიდე გაისროლეს.
აი ხედავთ ეხლა არაფერი არ ხდება დგან არაფრის მონაწილეები აქეთ ხარეს და იქიდან მე მგონი დაინახეთ კადრში რომ ისროლეს აი ეს მხუთავი აირის კაფსულა გაზის კაფსულა